მოგესალმებით, დღეს ჩვენ გადავიღებთ მეორე მარშრუტის სრულ მონაკვეთს. ამიტომ იყავით ყურადღებით დარჩით ჩვენთან ერთად. გამოსვლის დროს გამოყავს მანქანა მარჯვენა მხრიდან, სადაც სააგენტოს მანქანები არის გაჩერებული. პირველი მინიშნება კომპიუტერის არის, რომ გააგრძელე მოძრაობა მარჯვნივ გვეძახის. გამოვათ ჯერ მარცხენა ციმციმით, ანუ ვიწყებთ მოქმედებას ჩვეულებრივად. აი აქ ვანილებთ, ვიხედებით ხარზე მარცხნივ, თუ ვინმე მოდის, ჩერდებით მაგ ადგილას, თუ არ მოდის არავინ, გამოვდივართ ჩვეულებრივად. აი ამ ლურჯ ნიშანთან როგორც კი ჩავალ, შემდეგ უკვე გადაგვაქვს მარჯვენა ციმციმაზე. იქით მარჯვენა მხარეს არის ავტობუსის ზოლი, იქ ჩასვლის უფლება არ გვაქვს ჩვენ. 4-ვე საბურავით როგორც კი ჩავდგებით კარგად ზოლში და გავასწორებთ საჭეს, ციმციმა გაიცემა ყოველთვის თავისით. ჩამოსვლისთანავე შეგიძლიათ პირდაპირ მარჯვენა ზოლიდან გააკეთოთ მოქმედება, შეგიძლიათ პირდაპირ მარცხენა ზოლიდან მოუხოთ, ან გააკეთოთ ჩამოსვლა, თქვენი გადასაწყვეტი არის ეგ. ახან განიერი გზა არის, მანქანები მოძრაობენ ორ ზოლად. თუ მარჯვენა მხარეს დაბრკოლებები იქნება, იმოძრავებთ მარცხენა ხაზთან ახლოს, თუ მარჯვნივ თავისუფალი იქნება, ივლით ჩვეულებრივად მარჯვნივ. მარჯვენა მხარეს ხშირად დღის საათებში გაჩერებული მანქანები დგანან, ქვეითებიც ბევრი მოძრაობენ საკმაოდ. ამიტომ უკეთესია რომ თავიდანვე გააგრძელოთ მარცხენა ან წყვეტილ ხაზთან ახლოს მოძრაობა და რომ დარწმუნდებით, რომ ის მარჯვენა ზოლი იქნება თავისუფალი, შემდეგ უკვე გადახვიდეთ მარჯვნივ. 300 მეტრში მოხვევა მარჯვნივ, ვიხედებით სარკეში, ვრთავთ ციმციმას და ვიწვლით ზოლს. ჩავდგებით თუ არა 4-ვე საბურავით კარგად ზოლში, შემდეგ უკვე გავთიშავთ ციმციმასაც და დაველოდებით მინიშნებას მალეს. თავარია რომ დისტანცია უნდა გქონდეთ ყოველთვის თქვენ. არც ეს ხაზი არ გადაკვეთოთ, არც ქვეითებთან ახლოს არიაროთ. ვრთავთ მარჯვენა ციმციმას, გვაქვს ამ მონაკვეთში დათმობა, ნელ-ნელა ვანელებთ მანქანას აქ, შევდივართ უწყვეტ ხაზებს შორის. მოხოვასთან ერთად ვაკეთებთ ხარზე გახედვას მარცხნივ წამიერად, გავსწორდებით, კიდე გავიხედებით, ანუ იქიდან ამ ზოლში არ არსებობს რომ ვინმე შემოვიდეს, უბრალოდ ეგ გახედვა აუცილებელია რომ უნდა გავაკეთოთ. შემდეგ უკვე გავდივართ ამ ჩქარებელში. გავიხედები ხარზე მარცხნივ, გავიხედები სარკეში, ჩავრთავ ციმციმას და სარკიდან გამომდინარე გადავწყვეტავ როდის გადავიდე. აღარ მოდის არავინ, ავაჩქარებ შედარებით მანქანას და გადავიწევი. ამის გამოყენების უფლება გაქვთ ბოლომდე, ანუ ამ ჩქარებელში ზოგადად გაჩერებაც რომ მოგიწიოთ, ჩერდებით, ელოდებით. თავარია რომ ამ ზოლში წამოსველ მანქანას წინ არ ჩაუჭრათ თქვენ. ამ გზაზე შეზღუდვა გვაქვს 70 და ეს არის ერთზოლიანი გზა, გასწრების უფლება და რამე თქვენ ამ ადგილას არ გაქვთ, ანუ მანქანას ასწრებთ იმ შემთხვევაში, თუ წინ მიმოვალ მანქანას ექნება ავარიულები ჩართული. დანარჩენ შემთხვევაში იმ მანქანაზე გასწრებას ჩვენ არ ვაკეთებთ. 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. 500 მეტრში მოხვევა მარცხნივ, 500 მეტრს იყენეთ უბრალოდ იმიტომ, რომ გაიაზროთ რა უნდა გააკეთოთ, ანუ ფიქრის დონეზე. 300 მეტრს როცა გეტყვით უკვე რომელ მხარეს მოხვევასაც გეტყვით, გადადიხართ ზოგადად იმ მხარეს და მალე მოხვევაზე უკვე რთავთ ციმციმას და პირველივე მოსახვევში უხოთ. ერთზოლიან გზაზე ვართ ახლა, ამიტომ ჩვენ ჯერჯერობით არაფერი აგირებას არ ვაკეთებთ, ანუ როცა ერთზოლიან გზაზე იქნებით, ელოდებით ყოველთვის მალე მინიშნებას, ანუ სანამ მალეს არ დაგიძახებთ კომპიუტერი, იქამდე არ აკეთებთ თქვენ არაფერს. ყოველთვის განსაზღვრეთ თქვენს წინ მიმავალი მანქანები რას აკეთებენ. ვრთავთ მარცხენა ციმციმას, როგორც კი დაინახავთ, რომ წინა მანქანამ ტორმოზ დაადგა ფეხი, ეგრევე დაიწყეთ თქვენს ნელ-ნელა შენელება, რომ გაჩერებულ მანქანასთან 2-3 მეტრიანი დისტანცია უნდა გქონდეთ. რომ უნდა ხედავდეთ თქვენ წინ გაჩერებული მანქანის უკანა საბურავებს და თქვა და ის მანქანა გაფუჭდეს, გვერდის სასავლელი სივრცე უნდა გქონდეთ ყოველთვის დარჩენილი. ეს არის ლომოურის ქუჩის ჩასახვევი. პირველი, მეორე და მეოთხე მარშრუტი ჩადის ახლა უკვე აქ. წინიდან თუ ვინმე მოდის, წინიდან გამოსვლელი მანქანები ჩვენ უნდა გამოვატაროთ. გაჩერების დრო ჩერდებით ისე, რომ ქვევიდან ამოსვლელ მანქანებს ამოსასვლელი ჩაუკეტოთ, რომ იქიდან ამოსვლელმა წინ არ ჩაგვიჭრას. აღარ მოდის არავინ, შორს არის ძალიან მანქანა. ვაკეთებთ ხარზე გახედვას მარცხნივ და ჩამოვდივართ პირდაპირ მარცხენა ზოლში. ერთი ზოლი იქიდან ამოდის, ორი ზოლი აქედან ჩადის და ჩვენი ორი ჩამსვლელი ზოლიდან ჩამოვალთ მარცხნივ და სამი ზოლიდან ჩამოვდივართ ესე იგი შუა ზოლში. ზებრაზე ვანელებთ, ვიხედებით ორივე მხარეს და ვაგრძელებთ ისევ გზას. ეს არის ლომოურის ქუჩა, სადაც შეზღუდვა არის 40. მარტო ამ გზაზე არის შეზღუდვა 40, ანუ დანარჩენი ნებისმიერ მონაკვეთში, სადაც საგამოსდო გზაზე არ უნდა იყოთ თქვენ, ყველგან არის 50-იანი შეზღუდვა. მარტო ეს ერთადერთი გზა არის 40-იანი შეზღუდვით. აქ რო ჩამოხვალთ, შემდეგ უკვე განსაზღვრეთ ხოლმე რა ხდება მარჯვნივ. თუ ხედავთ რომ მარჯვენა ზოლი თავისუფალია, უკეთესია რომ გადახვიდეთ მარჯვენა მხარეს. თუ ხედავთ რომ მარჯვნივ მანქანები დგანან სიტყვაზე და რაღაც მაგ შემთხვევაში დარჩებით მარცხნა, გააგრძელებთ ჩვეულებრივად მარცხნიდან მოქმედებას. ნელ-ნელა ვანელებთ მანქანას, იმიტომ რომ ისევ ზებრის ნიშანი გვაქვს, თავარი გზა ჩვენია, ესე იგი გზა ჯვარედინია, მაინც გავიხედებით ორივე მხარეს და ვაგრძელებთ შემდეგ ისევ გზას. ანუ ორზოლიან გზაზე ორივე ზოლში მოძრაობის უფლებაც გაქვთ. მარჯვნივ შედარებით ცუდად არის გზა გაკეთებული, ანუ კანაოები ცუდად არის ამოწეული და ხშირად შეიძლება ცუდად ჩარტყმა მოგიწიოთ ხოლმე, ანუ სანამ 300 მეტრს არ გაიგებთ, იქამდე მაინც ეცადეთ იმოძრაოთ მარცხნივ, თუ უკან მომავალ მანქანას არაფერ ხებთ თქვენ.
ეხლა ისე ვანელებ ზებრაზე, გავიხედები, გამოვიხედები ორივე მხარეს, არ მოდის არავინ და მივდივართ. 300 მეტრში მოხოვა და გვიძახა მარჯვნივ. ვიხედები სარკეში, ვრთავ ციმციმას, გავიხედები წამიერად ხარზეც, ჩავდგები ზოლში და გავთიშა უკვე ციმციმასაც. ხარზე გახედვა ზოლის შეცვლის დროს არის თქვენივე უსაფრთხოებისთვის საჭირო, იმიტომ რომ სარკეს აქ ხშირად მკვდარი ზონა. ისეთი ახლოს შეიძლება ყავდეთ გვერდით მანქანა, რომ სარკეში არ გამოჩნდეს. მალე მოხოვა მარჯვნივ, ნენელა ვანელებთ მანქანას, ეხლა ეს ქვეითი არის შემომავალი ქვეითი. ჩერდებით, ველოდებით, გაცდა ზებრას და ვაგრძელებთ უკვე გზას. ამ თავარია თქვენი მოქმედება უნდა გააკეთოთ. შემოხვათ აქ ჯერ მარჯვენა ზოლში. ვრთავთ შემდეგ უკვე მარცხენა ციმციმას, იმიტომ რომ გვაქვს დათმობა, ვაკეთებთ ხარზე გახედვას მარცხნივ. თუ თქვენ ზოლში მოდის ვინმე ველოდებით, თუ თქვენ ზოლში არ მოდის არავინ, აგრძელებთ ჩვეულებრივად გზას. ჩავდგებით ზოლში და ისევ თიშავთ ციმციმას. იქიდან გვაინტერესებს ჩვენ მარჯვენა ზოლიდან წამოვსვლელი, იმიტომ რომ მოდის სამი ზოლი, ანუ შუა ზოლში და მარცხენა ზოლში ყოფი მანქანები ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვაინტერესებდა. ვიხედებით ზებრაზე, არ არის არავინ და მივდივართ. ზებრას რო გადავწდებით, შემდეგ უკვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ გადავიდეთ შუაში. გავიხედებით სარკეში, ჩავრთავთ ციმციმას, ხარზეც გავაპარებთ წამიერად თვალს, მოუმატებთ სიჩქარეს და ჩავდგები ზოლში. გავთიშე ციმციმა და გავუყვები უკვე ამ გზას. ისე ვანელებ, გავიხედები, გამოვიხედები ორივე მხარეს. არ მოდის არავინ და მივდივართ. თავარია რომ ზოლის შესვლა თქვენ არ უნდა იჩქაროთ. ამ წყვეტილი ხაზი სადაც გექნებათ, ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ შეიცვალოთ ზოლი. თავარია რომ უწყვეტი ხაზი არ დაემთხვეს და არ დაემთხვეს ზებრა გადასასვლელი. დანარჩენი ნებისმიერ ადგილას გაქვთ ზოლის შეცვლის უფლება. ზოლის შეცვლა თავარია რომ მანქანას წინ არ უნდა ჩაუჭრათ, რომ იმ მანქანას საავარო სიტუაცია ჩვენი გადასვლის დროს არ უნდა შეეხნას. ნენელა ვანელებთ მანქანას და უჩერდებით 2-3 მეტრის მოშორებით, რომ ამის უკანა საბურავს უნდა ვხედავდეთ და გვერდის ასავლელი უნდა დავიტოვოთ. გვერდით უნდა ჩაუვაროთ მანქანებს 1-2 მეტრის მოშორებით, რომ გაჩერებულ მანქანას კარის გამოსაღების სივრცე უნდა ქონდეს ყოველთვის დარჩენილი. აინთო მწვანე დაიწყო წინა მანქანა მოძრაობის გაკეთება და ჩვენც უკვე ვაგრძელებთ ჩვენს გზას. შუქნიშანზე როცა მწვანე გვაქვს, მაგ დროს ზებრა და ქვეითი არ გვაინტერესებს, ანუ შუქნიშანი ქვეითის შეზღუდვას ყოველთვის გვიუქვემს. დანარჩენ შემთხვევებში ქვეითი არის ყოველთვის უპირატესი. სამზოლიან გზაზე ივლით ყოველთვის შუა ზოლში, სანამ რამე მინიშნებებს გაიგებთ. მაქსიმალური არის 50, 40-45-მდე ეცადე იმოძრაოთ თქვენ, ანუ არ ძალიან მაღალი მაგაზი და არ ძალიან დაბალი სიჩქარე არ ჭირდებათ. გზაზე შეიძლება ზებრების შორიდან არ ჩანდეს კარგად დახაზული, მაგრამ მარჯვენა მხარეს ნიშნები დგას ყველგან, ანუ სადაც დავინახავთ ზებრის ნიშანს, ყველგან ვანელებთ მანქანას, ვიხედებით ორივე მხარეს და შემდეგ ისე ვაგრძელებთ გზას. ამ მონაკვეთში თუ გექნებათ საშუალება რომ გადახვიდეთ მარცხენა ზოლში, იცვლით ზოლს და გადახვათ მარცხნივ, თუ ხედავთ რომ გადატვირთულია ის მონაკვეთი, დარჩებით ამ ზოლში და აქედან გააკეთებთ მოქმედებას. ეხლა ვართ სამზოლიან გზაზე შუაში, გადავდივართ იქნებოდა ჩვენთვის. აქ მარჯვენა მხარეს არის საპარკინგი ადგილი, ან ხშირად მანქანები არიან არასწორად გაჩერებულები, ამიტომ გვიწევს ხოლმე ჯერ შემოსვლა და მერე მაინც მარცხნივ გადასვლა, ანუ როგორც ამ სიტუაციაში არის. ეხლა გავიხედები სარკეში, ჩავრთავ ციმციმას. აი ამ დაბკოლების უკან გავაჩერებ ჩვეულებრივად, 2 და 3 წუთიც რომ მომიწიოს დალოდება, გავჩერდები, დაველოდები. გავილია ნაკედან მანქანები და მერე შევიცვლით უკვე ზოლს გავაგრძელებთ ჩვენ გზას. გავატარებთ ამ მანქანებს, შედარებით მოუმატებთ მერე სიჩქარეს და როგორც კი გვექნება საშუალება შევიცვლით ზოლს. ეხლა წინ ზებრა გვაქვს, ამიტომ აქ ზოლის შეცვლას არ ვჩქაროთ. დაველოდებით ჯერ ქვეითებს, გადავლენ ესენი, ჩვენი მანქანის სივრცე და როგორც კი გადავაქვეითი, მერე უკვე ვაგრძელებთ მოძრაობას. აი რამდენი დაბკოლება არის მარჯვენა მხარეს, გავიხედები სარკეში, გავიხედები მხარზე, ავაჩქარებ და ჩავდგები 4-ვე საბურავით კარგად ზოლში და გავთიშავ ციმციმასაც. ეს თავიდანვე შეიცვალოთ ყოველთვის ზოლი, რომ შემთხვევით მერე ზოლის შეცვლა და რამე არ გაგიძნელდეთ, რომ საავარო სიტუაცია არ შექმნათ. ჩამოკიდებული ზებრის ნიშანი სადაც იქნება, ყველგან არის შემაღლებული გადასასვლელი. როგორც ბუგაროგზე, ისე შემაღლებულ გადასასვლელზე გადავალთ მაქსიმუმ 20-ით და გადავდივართ ტორმოზის გარეშე. ვიხედებით ზებრაზე მარჯვენა მხარეს ქვეითით დგას, ამიტომ ჩერდებით, ველოდებით. ერთ ქვეითს რო გავატარებთ, კიდე ორივე მხარეს სახელიდან ვიხედებით, რომ მეორე მხრიდან ვინმე არ გადმოდიოდეს. ველოდებით ამ ქვეითაც. როცა მთლიანი ზებრა გვაქვს, ორივე მხრიდან წამოსვალი უნდა გამოვატაროთ. გადავალთ ჩვენი მანქანის სივრციდან და ვაგრძელებთ შემდეგ უკვე მოძრაობას. ანუ თავარია თქვენი მანქანის სივრცეს უნდა გადასცდეთ. მაგის ბოლომდე გადასვლა და რამე თქვენ არ გაინტერესებს. ანუ თავარია თქვენ სივრცეს 2-3 ნაბიჯით გაწდეს, ან მარჯვნივ, ან მარცხნივ, მნიშვნელობა არ აქვს. წრიული მოძრაობისას მოვუხვიოთ მარცხნივ. დავიწყებ ისევ ნენელა შენელებას, რომ წითელი გვაქვს და ზდეკხას როგორც კი დავფარავთ მანქანის წყვილით, ეგრევე ვჩერდებით.
ეხლა გვაქვს გზაჯვარედინი. გზაჯვარედინზე არის ყოველთვის ორი ზებრა. ანუ ეს ზებრა და ის ზებრა წინ რომელიც არის ემორჩილება ერთი და იგივე შუქნიშანს. ანუ მწვანე რო აგვენთება, არც ამ ზებრაზე დაუთმობთ ჩვენი ნების ქვეით და არც იმ ზებრაზე არ დაუთმობთ ქვეით. 500 მეტრში მოხვევა და გვიძახა მარცხენა მხარეს. წავედით აგვენთო მწვანე. ამიტომ აღარ ვიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ გადავიდეთ მარჯვნივ. პირველი, მეორე და მეოთხე მარშრუტი ამ მონაკვეთამდე არის ერთი და იგივე. პირველი მარშრუტი იძახის წრიული მოძრაობა მარჯვნივ და იფიქრებდით ამ მონაკვეთში, რომ გადასულიყავით მარჯვნივ, მაგრამ ეხლა ვართ უკვე მეორე მარშრუტზე ჩვენ და წრიული მოძრაობა მარცხნივ დაგვიძახა. ამიტომაც არ ვაკეთებთ არაფერს. ვიხედებით ორივე მხარეს, არ მოდის არავინ და ვაგრძელებთ ისევ გზას. 300 მეტრში წრიული მოძრაობა მარცხნივ. ეხლა ვართ ორზოლიან გზაზე მარცხნივ. გადავდივართ სამზოლიან გზაზე, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ პირდაპირ მარცხენა ზოლში მოქმედება. ანუ ორზოლიანიდან სამიანში გადავალთ თუ სამიანიდან ორიანში, მნიშვნელობა არ აქვს. მარცხენა ზოლი ყოველთვის გვაძლევს მარცხნივ გაგრძელების უფლებას. მარჯვენა და შუა ზოლი აკეთებს ყოველთვის ერთმანეთში შენაცვლებას. აქ თუ იქნებოდით მარჯვნივ, მაგ შემთხვევაში იქ უნდა გაგაგრძელებინათ შემდეგ უკვე შუა ზოლში მოქმედება. ეს შუქნიშანი და წინ მყოფი შუქნიშანი რომელიც არის, ის არის ერთი და იგივე. ანუ ამაზე მხედველობა თუ არ გექნებათ, აკონტროლეთ ყოველთვის წინ რომელი შუქნიშანიც იქნება ის. შევდივართ პირდაპირ მარცხენა ზოლში, შემოსვლას ვაკეთებთ ცოტა შორიდან, რომ შემთხვევით სხვა ზოლს არ შევეხოთ აქ. ისევ ზებრა გვაქვს წინ, ამიტომ დავიწყებ შენელებას, გავიხედებით, გამოვიხედებით ორივე მხარეს, არ მოდის არავინ და ვაგრძელებთ გზას. ისევ ვანელებთ, ვიხედებით ორივე მხარეს, ქვეითი არ ჩანს და მივდივართ. მარცხნივ და მარცხნივ. წრიული მოძრაობა მარცხნივ და მარცხნივ იგივე რაც სრული ბრუნი, ანუ რომელ გზაზეც მოვდიოდით, დავტრიალდებით და იგივე გზაზე მოპირდაპირე მხრიდან წავართ. თავარი გზა აქ ჩვენია. მოხოვის დროს შევდივართ მარცხენა მხარეს და მარჯვენა ზოლს შორის, ანუ არ ძალიან ნაპირში შეხვიდეთ არც ერთი მხრიდან. აქ ვანელებთ, ვრთავთ ისევ ციმციმას თუ გაითიშება, ვიხედებით მარჯვნივ. თუ ჩვენ ზოლში მოდის ვინმე ველოდებით, ჩვენ ზოლად ამ შემთხვევაში ითვლება მარცხენა ზოლი, ანუ მარჯვენა ზოლიდან წამოსველი მანქანები ჩვენ არ გვაინტერესებს. მარჯვენა მხარე გათავისუფლდა და ვაგრძელებთ უკვე გზას. გამოვალთ ჯერ მარცხენა მხარეს ციმციმით ჩვეულებრივად და ეხლა უკვე მთავარი გზა ჩვენი, ანუ მარჯვენა წამოსველ მანქანებს უკვე ჩვენზე აქვს დათმობა. მარცხენა რახან გავაკეთეთ მოძრაობა, ვაგრძელებთ მარცხენაში. ვიხედებით ორივე მხარეს, არ მოდის არავინ და მივდივართ. ეს გზა არის ეხლა უკვე მოკლე სამზოლიანი გზა. აქ შუაში თუ არ გადახვალთ, გეწერებათ სუბუქს შეცდომა, მაგრამ ყოველთვის უკეთესია რომ დარჩეთ მარცხნივ და გააგრძელოთ ისევ მარცხნიდან მოქმედება. გავიხედებით, გამოვიხედებით, არ არის არავინ და მივდივართ. ეხლა ამ შუქნიშანს გასვლას უკვე ჩვენ ვერ მოვასწრებთ, ამიტომ გაზის მომატებას ტყუილად აზრი არ აქვს. დავიწყებ ნელ-ნელა შენელებას და ზდეკხას როგორც კი დავფარავ მანქანის წვრით ვჩერდები. ეხლა ვართ ისევ მარცხენა ზოლში, გადავდივართ ორზოლიან გზას და ვაგრძელებთ ისევ მარცხენაში მოქმედებას. ჩვენ იქ შუაში გადავსულიყავით, სუბუქს შეცდომა არ დაგვეწერებოდა, მაგრამ მოგვიწევდა იქ მარჯვნივ შესვლა. და იქ მარჯვენა მხარეს არის სულ დაბკოლებები, ანუ იქაც მანქანები ცუდად არიან გაჩერებული, პლუს ავტობუსის გაჩერებები არის და მარჯვნივ შესვლას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მარცხნივ გადმოსვლა დაგჭირდებათ მე ისევ ყველა ვარიანტში. ამიტომ თავიდანვე დარჩით მარცხენა ზოლში, დაგიწეროთ შეცდომა და გააგრძელეთ მარცხენა ჯერჯერობით მოქმედება. ველოდებით მწვანეს. აინთო მწვანე ვაგრძელებთ მოძრაობას და ვაგრძელებთ ჩვეულებრივად ისევ მარცხენა ზოლში. აქაც ცოტა შორიდან ვაკეთებთ შემოსვლას. მწვანე გვაქვს, ამიტომ ქვეითი ისევ არ დაგვაინტერესებს აქ. და ვუმატებთ ნელ-ნელა ოდნავ სიჩქარეს. ისევ ზებრა გვაქვს წინ. ოდნავ ვანელებთ. ამ ადგილას რკინებით არის გამოყოფილი ზებრა და მხედველობა მეორე მხარეს შეზღუდულია, ამიტომ ყურადღებით იყავით ხოლმე ყოველთვის აქ შედარებით მეტად შენერდით ესეთ ადგილებში, რომ ვინმე არ გადმოდიოდეს. გავწდებით თუ არა ზებრას, დავიწყებთ ისევ აჩქარებას, რომ განსხვავებები იყოს, რომ რატო ვუმატებთ, რატო უნელებთ, რომ ის გამომცდელი მიხვდეს, რას რატო ვაკეთებთ ჩვენ. აინთება ამასობაში მწვანეც და ვაგრძელებთ ისევ ჩვეულებრივად გზას. მწვანე როცა გვაქვს ზებრა, ქვეითი არ გვაინტერესებს არაფერი. ეხლა შეგვხვდება შემაღლებული გადასასვლელი წინ და მაგ შემაღლებულ გადასასვლელს როგორც კი გადავწდებით, შემდეგ უკვე უნდა იფიქროთ იმაზე, რომ გადახვიდეთ მარჯვენა ზოლში. ნელ-ნელა ვანელებთ აქ, ვიხედებით ორივე მხარეს, მარჯვნივაც, მარცხნივაც, შემდეგ გავუშვებთ ტორმუს ფეხს, რომ ინერციით გადაგორდეს მანქანა და დავიწყებ ისევ აჩქარებას. გავიხედები სარკეში, ჩავრთავ ციმციმას, გავიხედები მხარზე მარჯვნივ, თუ ვინმე მოდის, დაველოდები, რომ გაიაროს იმ მანქანამ, თუ არ მოდის არავინ, ავაჩქარებ და უკვე აჩქარებული გადმოვიწევი. გავთიშავ ციმციმას და გავუყვები გზას. აქ მარჯვნივ გადმოსვლა იმიტომ არის უკეთესი, რომ აქეთ ავტობუსის გაჩერებები აღარ არის, საპარკინგო სივრცეც აღარ არის. ანუ დაბკოლი მანქანა წესით და რიგით აქ არ უნდა შეხვდეთ. ამიტომ უკეთესია, რომ გადმოვხვიდეთ მარჯვნივ. ეხლა აქ ქვეით ხოდ გას, ნახე 2-3 წამი გავაჩერებ მე მანქანას, დაველოდები, თუ გადმოვა ეს ქვეითი გადმოვა. თუ არ გადმოვა, ვიტყვი რომ არ გადმოდის ქვეითი, ვაგრძელებ მოძრაობას. ანუ თავარია თქვენი მოქმედება უნდა გააკეთოთ სწორად. ეს ქვეითი გადმოვა, არ გადმოვა, ეგ უკვე თქვენთვის მეორე ხარისხოვანი არის.
თქვენ რომ გაუჩერებლად გაიაროთ მან, შეიძლება გახვიდეთ თუ არა ეგრევე გადმოდგას იმ ქვეითმა ფეხი და მაგის გამო შემდეგ ჩაგჭრიან. ეხლა ვართ ორზოლიან გზაზე მარჯვნივ, გადავდივართ სამზოლიან გზაზე და ვაგრძელებთ პირდაპირ შუა ზოლში მოქმედებას, ანუ ჩვენი იქ შემაღლებული გადასასვლელის შემდეგ მარჯვნივ გადმოვედით, მაგ მოქმედებით. გავიადვილეთ უკვე შემდეგი მიმართულება, ანუ მინიშნება გავიადვილეთ, ესე ვთქვათ, რომ შუა ზოლში შემოვედით პირდაპირ. თქვენ რომ მარცხნივ დარჩენილი ყავით, უნდა გაგაგრძელებინათ ჯერ მარცხენა ზოლში და შემდეგ უკვე უნდა გეფიქრათ იმაზე, რომ გადასულიყავით შუაში. გავიხედებით, გამოვიხედებით, არ მოდის არავინ და დავიწყებთ ისევ მომატებას სიჩქარის. მაქსიმალური შეზღუდვა არის 50. იმოძრავეთ დაახლოებით 40-45 სიჩქარით. აქ მარცხენა ზოლში დიდხანს მოძრაობა არ მოგიწიოთ თქვენ, იმიტომ რომ მარცხენა მხარეს იქ ნიშანიც გვიდგას. მარცხენა მხარე არის მომხოვის ზოლი, ანუ წითელი ნიშნულები არის იქ დამატებული და მარცხენა ზოლიდან შემდეგ უკვე პირდაპირ გაგრძელების უფლება თქვენ აღარ გაქვთ. ამიტომ ყოველთვის ეცადეთ, რომ წყვეტილ ხაზს როგორც კი დაინახავთ სამზოლიან გზაზე, მაშინვე გადახვიდეთ თქვენ შუა ზოლში, როგორც კი საშუალება იქნება. უჩერდებით მანქანებს დისტანციით, ველოდებით, დაიწყებენ ესენი მოქმედებას და ვაგრძელებთ მერე უკვე ჩვენ გზას. თუ ჩვენ წინ მყოფი მანქანა გაჩერებულია და ჩვენს გავაჩერებთ, იმის გამო რომ სიტუაცია ცოტა შორს ვართ გაჩერებული, წინ მიგორების უფლება აღარ გაქვთ, ანუ დატოვებთ გაჩერებულს. თუ ის მანქანა მიგორდება წინ, მაგ შემთხვევაში თქვენც აგრძელებთ ჩვეულებრივად მიგორებას. აი ეს არის წითელი ნიშნულები, საიდანაც უკვე პირდაპირ წასვლის უფლება მერე აღარ გექნებოდათ მარცხენა ზოლში რომ ყოფილიყავით. მოძრაობისას იმოძრავთ პირდაპირ. წრიული მოძრაობა პირდაპირ, იგივე რაც გააგრძელე მოძრაობა პირდაპირ, ანუ არც იმციმას ჩავთავთ, არც ზოლს არ შევიწვლით, რომელ ზოლშიც ვართ, იგივე ზოლიდან ვაგრძელებთ მოძრაობას, უბრალოდ წრის მონაკვეთს უნდა გავწვდეთ, უნდა გადავკვეთოთ, წავიდეთ პირდაპირ. ანუ წრიულის გარშემო რა ტერიტორიაც არის, ყველაფერი ითვლება წრიულის მიმდებარე ტერიტორიად და ამ ადგილას გამოცდაზე მინიშნება არის მასეთი, რომ წრიული მოძრაობა პირდაპირ. მალე გთხოვთ წრიული მოძრაობისას იმოძრავთ პირდაპირ. ვანელებთ ქვეითებით განან, უჩერებთ ყველა ვარიანტში, ველოდებით, ზებრის პირველი ზოლი როგორც კი დაიფარება მანქანის წვრით, მაშინვე ვჩერდებით. გავიხედებით ისევ გამოვიხედებით, აღარ მოდის არავინ და მივდივართ. მალე წრიული მოძრაობა პირდაპირ. მთავარი გზა ჩვენია. ყველა წრიულზე ზოლები შედის ცოტა შორიდან, ანუ ყველგან გვიწევს ჯერ ოდნავ მარჯვნივ გადაწევა საჭის, ოღონდ ვიხედებით თან სარკეში და წრიულის მონაკვეთს გავწვდებით თუ არა, გავიხედებით ისევ სარკეში და გადმოვიწევით ოდნავ მარცხნივ, რომ იგივე ზოლში შევიდეთ, სადაც ვიყავით. ესა რუსთავის მოლის ტერიტორია, ამიტომ ყურადღებით იყავით ამ ადგილას, რომ დღის განმავლობაში ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხი არის მათ. იყავით ხოლმე ძალიან ყურადღებით და ფრთხილად. წრიული მოძრაობისას იმოძრავთ პირდაპირ. წრიული მოძრაობა პირდაპირ ისევ. ესე იგი ვაგრძელებთ ისევ ჩვეულებრივად პირდაპირ გზას. აი ამ მონაკვეთში გამოდის მეორე, მესამე და მეექვსე მარშრუტი. შეცვლილი მარშრუტების ვერსიით უკვე გამოდის 6-3 გზა ამ ადგილას. შევხედოთ ისევ შუქნიშანს, ცოტა წამები გვაქვს დარჩენილი, ამიტომ ვიწყებთ ნელ-ნელა მანქანის შენელებას. და ზდეკ ხაზს როგორც კი დავფარავ მანქანის წვრით, მაშინვე ვჩერდებით. გთხოვთ წრიული მოძრაობისას იმოძრავთ პირდაპირ. ვაჩერებთ ველოდებით მწვანეს. წრიული მოძრაობა პირდაპირ. ანუ ვაგრძელებთ ისევ ჩვეულებრივად პირდაპირ გზას. სხვა მანქანები წითელზე, ყვითელზე შეიძლება გავიდნენ, ამათ შენ ინსტინქტურად არ გაყვეთ არასდროს, ანუ ყოველთვის დაელოდებით მწვანეს და სანამ მწვანე არ აგენთებათ, იქამდე მოქმედება არ გააკეთოთ არც ერთ შემთხვევაში. მწვანე როგორც კი აგენთებათ, შემდეგ ქვეითი და ზებრა თქვენ აღარ დაგაინტერესებთ, ანუ შუქნიშანი ქვეითს ეზოდას ყოველთვის აუქმებს. მწვანეზე ქვეითს ვუჩერებთ იმ შემთხვევაში, თუ უკვე ჩვენი მანქანის წინ არის შემოსული, ანუ თუ საავარიო სიტუაციას გვიქმნის. აინთო მწვანე ჩვენს წინ ქვეითი არ არის არავინ და ვაგრძელებთ ისევ მოძრაობას. აქაც მარცხენა ზოლში არის ისევ დამატებითი წითელი ნიშნულები, რომელიც არის მხოლოდ მომხოვისთვის განკუთვნილი, ანუ იმ ზოლიდან ჩვენ პირდაპირ ისევ ვერ გავაგრძელებდით გზას. ამიტომ სამზოლიან გზაზე იქნებით ყველა ვარიანტში შუა ზოლში. ყოველთვის განსაზღვროთ წინასწარ ახდება ყოველთვის შუქნიშანზე, რომ დაინახოთ, რომ წითელი არის და რაღაც ტყუილად სიჩქარის მომატება არ დაგჭირდეთ, რომ ნელ-ნელა გაჩერება მოასწროთ. აგვენთო მწვანე, ამიტომ ვაგრძელებთ ჩვეულებრივად მოძრაობას, წრიული მოძრაობა პირდაპირ ვიხედებით სარკეში, ოდნავ მარჯვნივ გადმომაგსაჭე და წრიულს როგორც კი გავწვდები, გავიხედები ისევ სარკეში და გადავიწევი ოდნავ გვერდზე, რომ იგივე ზოლიდან გავაგრძელო ისევ მოძრაობა. ამ მონაკვეთში ეს ზოლები არის ძალიან ცუდად დახაზული, ამიტომ ყურადღებით იყავით ამ ადგილას, რომ ბევრი იჭრება აქ. ამიტომ ჯერ ოდნავ მარჯვნივ, მერე ოდნავ მარცხნივ. და ამ შუქნიშანზე უნდა იყოთ კიდევ ფრთხილად, რომ აქ ზოლებზე გადააქვთ ყურადღება და ეს შუქნიშანი შემდეგ უკვე ავიწყდებათ. ამიტომ მაგაზეც ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინეთ, რომ შემთხვევით შუქნიშანი არ გადაკვეთოთ წითელ ფერზე ან ყვითელზე. ვაგრძელებთ ჩვეულებრივად დაახლოებით 40-45 სიჩქარით მოძრაობას.
და შევხედავ ისევ შუქნიშანს. ეხლა მაქვს 4 წამი დარჩენილი, ამიტომ გას უკვე აღარ უმატებ. ნელ-ნელა გავუშვე ფეხს და დავიწყებ უკვე ნელ-ნელა მანქანის შენელებასაც, რომ წინა მანქანასაც დისტანციით გავუჩერდე და უკან მომავალ მანქანასაც ნიშანი მივცე უკვე რომ მევაპირებ მანდ გაჩერებას, რომ იმანას ტყუილად არ მოუმატოს სიჩქარეს. აი ამ შუქნიშანს სადაც ეხლა ვართ უკვე არის 2 დეკ ხაზი. ამ ხაზების პრინციპი არის, რომ თუ ერთზე ვასწრებთ გასვლას, როცა არის თქვა 4-5 წამი დარჩენილი და მეორეზე ვერ გადავდივართ, მეორესთან ვჩერდებით. თუ ერთ-ერთზე ვერ ასწრებთ გასვლას, ანუ აქვე პირველივე ხაზთან ვაჩერებთ მანქანას, თუ ორივეზე ვასწრებთ გასვლას, ორივეზე გადავდივართ ჩვეულებრივად. დააკვირდით ყოველთვის წამზოს, რომ წამების მიხედვით გააკეთოთ მოქმედება, შემთხვევით სხვა მანქანას არ გაყვეთ ინსტინქტურად. აი ხა მეორე მანქანა ვდგავართ ჩვენ, ამიტომ ორივეზე გასვლას მოვასწრებთ ჩვეულებრივად. ჩვენ რო ყოფილიყავით სიტყვაზე მე-4, მე-5 მანქანა, ერთზე მოვასწრებთ და მეორეზე ან მოვასწრებდით ან ვერა. 17 წამი გვაქვს ისევ დარჩენილი და ამიტომ გავედით აქაც ჩვეულებრივად. ვაგრძელებ ჩუა ზოლიდან ისევ მოქმედებას, ველოდებით მინიშნებას რომ დაიძახოს. გთხოვთ წრიული მოძრაობისას იმოძრაოთ პირდაპირ. წრიული მოძრაობა პირდაპირ. შემდეგ წრიულთან რომ მივალთ მაგ ადგილას შეიძლება დაგვიძახოს წრიული მოძრაობა პირდაპირ, შეიძლება დაგვიძახოს წრიული მოძრაობა მარჯვნივ და შემდეგ პირდაპირ, მაგრამ ყველა ვარიანტში ვაკეთებთ ერთი და იგივე მოქმედებას, ანუ ქალაქიდან უნდა გავიდეთ ჩვენ ყველა ვარიანტში. ისევ ვანელებთ რომ შემაღლებული გადასასვლელი არის. თან ამ გადასასვლელთან გაჩერებაც არის ახლოს, ეს არის რუსთავის გასასვლელი და ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხი ამ ადგილას. მივაგორებ, გავიხედები მარცხნივ, ვაჩერებ ველოდები. რამდენი ხანიც არ უნდა მოგიწიოთ ზებრაზე დგომა, ყოველთვის ჩერდებით ელოდებით, ანუ სხვა მანქანებს ინსტინქტურად არ გაყვეთ და არც სიგნალებს არ მიაქციოთ უკრიდან ყურადღება. ვიხედებით ორივე მხარეს, აღარ მოდის არავინ და ვაგრძელებთ უკვე გზას. როცა კონსტრუქცია გვაქვს, იქით ბოლოდან წამოსველი ქვეითები ჩვენ არ გვაინტერესებს. როცა საბურავი ჩვენ ზოლში ექნება მანქანას, მას დროს გასწრება და რამე არ დაიწყოთ. წრიული მოძრაობა პირდაპირს ვაკეთებთ. ვარ ჩუა ზოლში, ნელ-ნელა ვანელებთ მანქანას, აქ არის ცუდად გადასასვლელი რკინები. ოდნავ ვანელებთ, ვაკეთებ ხარზე გახედვას მარჯვნივ, ოდნავ გადმოვწევ საჭეს მარჯვენა მხარეს და შემოვდივართ პირდაპირ მარჯვენა ზოლში. ციმციმის ჩართვა აქ არ გჭირდება, იმიტომ რომ შუა ზოლი გვაძლევს პირდაპირ მარჯვნივ გაგრძელების უფლებას. აქ ძალიან მარჯვნივ საჭი არ გადაწიოთ, რომ ეს უწყვეტი ხაზი არ გადაგეკოთოთ შემთხვევით, ანუ რაც ზედმეტად მარჯვნივ თქვენ არ გადახვიდეთ. ამ გზაზე შეზღუდვა გვაქვს 60, მე-2, მე-3 და მე-6 მარშრუტი გამოგიყვანთ ამ ადგილას და აქ უკვე რო გამოხვათ, შეიძლება დაგიძახოთ, რომ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრავეთ პირდაპირ, შეიძლება არაფერი მინიშნება არ დაგიძახოთ. ცხენების ძეგს როგორც კი დაინახავთ მარცხენა მხარეს, უკვე იწყებთ ფიქს იმაზე, რომ გადახვიდეთ მარცხენა ზოლში, ვიხედები სარკეში, ვრთავთ სიმციმას, ხარზეც წამიერად გავიხედები და ვიცვლი ზოლს. მარცხნივ გადმოდივარ, იმიტომ რომ გვაქვს ამჩქარებელი გასაკეთებელი, რადგან უნდა შევუერთდეთ მაგისტრალს. მაგისტრალზე შეერთება კიდე მარცხენა ზოლი და უფრო ბევრად მარტივი გასაკეთებელი არის. ამ წითელი ფიშკების მერე იწყება უკვე ამჩქარებელი. ამ წითელი ნიშნულების ბოლოსკენ როგორც კი მივალთ, ჩავრთავ მარცხენა სიმციმას, გავიხედები წამიერად ხარზე მარცხნივ, გავსწორდები, გავიხედები სარკეში, ჯერ ეს არის უწყვეტი ხაზი. წყვეტილი ხაზი მაქვს ხიდის ქვევიდან, ანუ ხიდის ქვევიდან უნდა ვიფიქროთ ჩვენ იმაზე, რომ შევუერთდეთ მაგისტრალს. მოუმატებ, გავიხედები თავისუფალი მაგზა და ვიცვლი ზოლს. გავთიშე ახლა უკვე ციმციმა, ის ხო პირველი შანსი. შემდეგ გვაქვს ისე უწყვეტი და ამ უწყვეტის მერე გაქვს უკვე მოკლე წყვეტილი ხაზი და უნდა დაიმახსოვროთ ეს ლურჯი ნიშანია. აი ამ ნიშანთან უკვე ყველა ვარიანტში ამ ზოლში უნდა შემოხვიდეთ. და აი ზოლები როგორ მიდის, ანუ უკვე უწყვეტი ხაზი არის და ამის იქით უკვე გასვლის უფლება თქვენ არ გაქვთ. შემოვედით მაგისტრალზე. მაქსიმალური შეზღუდვა აქაც არის ისე 90. უნდა ვიმოძრავოთ ჩვენ 75-დან 85-მდე, არ ძალიან მაღალი მაგაზე და არ ძალიან დაბალი სიჩქარე არ გჭირდებათ. მარცხენა ზოლს იყენებთ მხოლოდ გასწრების შემთხვევაში. ანუ თუ შეგაფერხებთ თქვენს წინ მიმავალი მანქანა, ჩაურთავთ სიმციმას, აუვლით გვერდს გაასწრებთ და როგორც კი გაასწრებთ, ისევ ჩართავთ სიმციმას და ისევ გადმოხვალთ ამ ზოლში, ანუ რო გაასწროთ და იქიდან გააგრძელოთ მოძრაობა, მაგის უფლება არ გვაქვს. 500 მეტრში მოხვალ მარჯვნივ, ჯერჯერობით არაფერი რეაგირებას არ ვაკეთებ ჩვენ. ისრები მოიქცეთ ყოველთვის მანქანის შუაში, აი ამ ადგილას, რომ შემთხვევით მარჯვნა ზედმეტად მარცხნივ გასვლა არ მოგიწიოთ. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. 300 მეტრში მარჯვნივ მოხვა, 500 მეტრს და 300 მეტრს როგორც კი გაიგებთ, უკვე უნდა დაიმახსოვროთ ეგ ხიდი, რომ მაგ ხიდთან, ანუ პირველივე ხიდთან, უკვე უნდა გადახვიდეთ მარჯვენა ზოლში. ხიდის დაბლა დაახლოებით 70-მდე ეცადეთ გქონდეთ სიჩქარე. ვრთავ მარჯვენა ციმციმას, ვაკეთებ ხარზე გახედვას მარჯვნივ, სწორდები, ვიხედები სარკეში და გადმოვდივარ მარჯვენა ზოლში. ნელ-ნელა ვანელებ მანქანას და ვთიშავ ციმციმას. მარჯვენან იქ მანქანები ჩამოდიან, იშვიათად ჩამოდის მაგ ადგილას მანქანა, მაგრამ ეგ გახედვა მაინც აუცილებლად გასაკეთებელი არის.
მარჯვენა წამოსვლელ მანქანას თქვენზე დათმობა აქვს, მაგრამ თქვენ მაინც ყურადღებით უნდა იყოთ, რომ ვიღაც შეიძლება ჩქარა გამოვიდეს, არ გამოიხედოს და რეაგირების გაკეთება რომ მოასწროთ. ყველგან სადაც მაგისტრალს შეუერთდებით, მაგისტრალიდან გადადიხართ მარჯვენა მხარეს, ანუ ამ ჩქარებელს და შემნელებელს რაც ეძახიან და ყველგან სადაც გაქვთ სამკუთხედებიანი დათმობის ნიშნები, მხარზე გახედვა არის აუცილებლად გასაკეთებელი. აქ გვაქვს 50 შეზღუდვა, მაგრამ უნდა ვიმოძრაოთ ჩვენ 30-35 დაახლოებით. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ეს არის ადგილი, სადაც ირთვება მარცხენა ციმციმა. ნელ-ნელა ვანელებ მანქანას. ამის უკან რო ჩერდებით, ეს გაჩერებაში არ ჩაგვეთვრება, ანუ სტოპზე პირველი მანქანა ყველა ვარიანტში უნდა ვიყოთ ჩვენ. აი აქ ამოვიყვანთ, გავაჩერებთ მანქანას, გავაშეშებთ, გავიხედებით ხარზე მარცხნივ და როგორც კი დავრწმუნდებით, რომ არ მოდის არავინ, უკვე ვაგრძელებთ გზას. გავთიშავთ მერე უკვე ციმციმასაც და გავუყობით ჩვეულებრივად ამ გზას. სტოპიდან რო გამოდივართ, გვაქვს შეზღუდვა 70 და ისე უნდა ავაჩქაროთ, რომ იქიდან წამოსველი მანქანა აი ამ ხიდამდე ჩვენ ვერ უნდა დაგვეწიოს, ანუ ჩვენ გამოშენელება არ უნდა დაჭერდეს. დაახლოებით 60-მდე აიყვანთ სიჩქარე, შემდეგ გაზსაც გაუშვებთ ფეხს, ტორმუსსაც გაუშვებთ ფეხს და აქედან უკვე ნელ-ნელა ჩაგორდება მანქანა თავისით. გამოსდა უკვე 50-იანი შეზღუდვა. დავიწყეთ ნელ-ნელა შენელება, არა აუცილებელია ეგრევე 50 შევიდეთ აქ, ანუ ოდნავ მაღალი სიჩქარეთაც რო შევიდეთ და ეტაპობრივად ნელ-ნელად შევანელოთ, მაინც სწორია. 50 ჩამოვწდებით თუ არა სიჩქარით, ეგრე ჩამოვაცეთ თუ არა ქვევით სიჩქარეს, ეგრევე გაუშვებთ ტორმუს ფეხს და გააგრძელებს მანქანა ისევ თავისი ჩაგორებას. აი ამ ნიშნულებიდან უკვე მარჯვენა მხარეს ლურჯი ნიშნები არის. ამ ნიშნებიდან ეგ 50-იანი შეზღუდვა უკვე გიუქდება თქვენ. ანუ გავდივართ უკვე მაგისტრალზე, ამ ჩქარებელი უკვე გასაკეთებელი 90-იან გზას უნდა შეუერთდეთ. ვრთავთ მარცხენა ციმციმას, გავიხედებით ხარზე მარცხნივ წამიერად, გავიხედებით სარკეში, არ მოდის არავინ, ანუ შორს არიან ჩვენთან მანქანები, ამიტომ ავჩქარდებით და უკვე აჩქარებულ ტემპით ვიცვლით ძოლს. კიდე გავიხედებით წამიერად, რომ გადავამოწმოთ, ჩავდგებით ძოლში და ვთიშავთ ციმციმას. თუ მანქანები უკან მოყვებიან, უკან მომავალ მანქანებს ყოველთვის ეცადეთ, რომ მანძილი მოუგოთ თქვენ, რომ უკრინდან წამოსვლებმა მანქანამ წინ არ გადმოგიჭრათ. თორე ერთ მანქანა რო დაგიწყებთ გადაწერებას, იმის უკანაც გაგიწყებთ, მერე იმის უკანაც და შეიძლება ამ ჩქარებელში დიდხანს გაჩერება ან საავარიო სიტუაციაც კი შეგექმნათ. ამიტომ ეცადეთ, რომ უკან მომავალ მანქანასთან დისტანცია ყოველთვის მოიგოთ. თვალთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. შემდეგ მინიშნებამდე იმოძრავე პირდაპირ, ესე იგი არ გადავდივართ არსად. ვაგრძელებთ ჩვეულებრივად პირდაპირ მოძრაობას და ვიმოძრავებთ 75-დან 85-მდე აქაც. არ ძალიან დაბალი, არ ძალიან მაღალი სიჩქარე არ გვჭირდება აქ. აი ამ ხიდიდან შემდეგ უკვე გვაქვს შეზღუდვა 70 ჩვენ, ანუ ხიდის ქვევიდან უნდა ეცადოთ, რომ დაახლოებით 70-მდე გქონდეთ სიჩქარე. 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ტორმუზით შენელებას და რამეს არ ვიყენებთ, ანუ მაღალი სიჩქარე თუ გექნებათ, გაზ გაუშვებთ ფეხს და ნელ-ნელა თვითონ შენელდება მანქანა. 500 მეტრში მოხოვა მარჯვნიდან გვიძახა, მაგრამ მარჯვნიდან გადასვლის უფლება არ გვაქვს, იმიტომ რომ მარჯვნიდან პირიქით მარცხნივ გადმოდიან მანქანები, ეს არის ამ ჩქარებელი ზოლი. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მარჯვნივ მოხოვა შეგვიძლია, როცა დაბლა ისრები მოგცემს მარჯვნივ მოხოვის უფლებას, არ უნდა დავიმახსოვროთ მარჯვენა მხარეს ლურჯი ტრაფარეტები. ის არმა მოგცა უკვე ნიშანი, რომ გადადის საშუალება, ჩავრთავ ციმციმას ხარზე, გავიხედები, გამოვიხედები სარკეში და გადმოდივარ აი ამ ტრაფარეტებთან უკვე მარჯვენა მხარეს. ციმციმა შეგიძლია გათიშოთ და მერე ახლიდან ჩართოთ, მაგრამ შეგიძლია ჩართული დატოვოთ. ანუ თავარია რომ ყველა ვარიანტში ჩართული ციმციმით უნდა შემოხვიდეთ და აქ შემოდივართ დაახლოებით 30 სიჩქარით. ეხლა დავინახე, რომ დაბრკოლება დგას ამ ზოლში, გავიხედები სარკეში, ჩავრთავ ციმციმას, გადავიწევი მარცხნივ და გავაგრძელებ უკვე ჩვეულებრივად აქ მარცხენა ზოლიდან მოქმედებას. სხვა მანქანების გასწრების გამო და რაღაც თქვენ არავინ არ ჩაგდეთ, თავარია რომ თქვენ საავარო სიტუაცია არ შექმნათ, ანუ თქვენ სწორი მოქმედება რაც არის, ყოველთვის აკეთეთ ის. მარცხენა ზოლში ხო ვართ ახლა? ვაგრძელებთ 50 გვაქვს შეზღუდვა და დაახლოებით 40-ით მაინც უნდა იაროთ, იმიტომ რომ მარცხენა არის ყოველთვის ჩქარი ზოლი, ანუ გამწრები ზოლი. ისე უნდა იაროთ, რომ თქვენი სიარულის დროს უკან მომავალი მანქანა არ უნდა შეფერხდეს. 300 მეტრში გთხოვთ წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ მარცხნივ. 300 მეტრში წრიული მოძრაობა მარცხნივ. ეხლა მარცხენა ზოლში ვართ უკვე, ამიტომ ჯერჯერობით არ ვაკეთებთ არაფერს. თუ მარჯვნივ იქნებოდით, დავიწყებდით ფიქრს იმაზე, რომ გადმოსულიყავით უბრალოდ მარცხნივ, ანუ წყვეტილ ხაზთან ახლოს. მალე გთხოვთ წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ მარცხნივ. ვრთავთ მარცხენა ციმციმას, ნელ-ნელა ვანილებთ აქ მანქანას, პირველზე გამოსვლას, აი აქედან ვინც გამოდის, ვინმე ამას არ უთმობთ ჩვენ და აი აქ წრეზე თუ ვინმე ჩამოდის, იმას ყველა ვარიანტში უთმობთ ხოლმე. შემოვალთ ჯერ მარცხენა ციმციმით, შემოდივართ ოღონდ ცოტა შორიდან, ანუ ბარდიულებთან ახლოს
აი ამ მონაკვეთში როგორც კი შემოვათავთ მარჯვენა ციმციმას, ვიხედებით მარჯვენა წამოს, როცა ჩვენზე დათმობა აქვს, მაგრამ მაინც ყურადღებით უნდა იყოთ თქვენ. გამოცდაზე მოდიხართ და აი ამ ადგილას ასრულებთ მოძრაობას. ეს იყო მეორე მარშრუტი. მადლობა ყურადღებისთვის.